Ალდიდობა ბათუმშიც დილიდან ქალაქში ძლიერად წვიმს, რის გამოც ცალკეული უბნები უკვე დაიტბორა. რთული სიტუაცია შექმნილი სხვადასხვა ქუჩაზე. მერაბ წულუკიძე მოგვაწვდის ახლა ბოლო ინფორმაციას ბათუმიდან. ბათუმში დილიდან კოკისპირულად წვიმს, წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე ქალაქის გარეუბნებში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში. ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი და აქ ალბათ კადრშიც ხედავთ, რომ მოძრაობა საკმაოდ ჭირს. წყალმა პრობლემები შექმნა ბაგრატიონის, აღმაშენებლის და ლერმონტოვის ქუჩებზე, რაც შეეხება დიმიტრი თავდადებულის ქუჩას. აქ რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა წყალი, დაიტბორა სახლების პირველი სართულები, მოსახლეობა პრობლემას სანიაღვრე არხების გაუმართავობას აბრალებს. ისინი ამბობენ, რომ მცირე წვიმების დროსაც კი ანალოგიური პრობლემები იქმნება. არხი თუ არ გაკეთდა ბიძი არაფერი არ გვეშველება ჩვენ. არხი აგანი დიდ უშველებელი გეიმზე შამევიდა წყალში. არხი ამ უნდა გაკეთდეს, აი არხი თუ არ გაკეთდეს არაფერი არ იქნება ბატონო. რაც თავი გვახსოვს სულასია ჩემო ბატონო. არხი აგანი. აი ეგერ იქამდე პატარა ბაგრატიონის ქუჩა რო გაკეთეს ცოტა ფართიარქა აქეთ სულ წვრილი არხია. ვერ ატარებს ხა სულ ამ ფერ მდგომარეობაში ვართ. ახლა ამ ხნის კალია ჩამოების. აკვეხილია კანალიზაცია მდგომარეობა გადაჭედილია. ხვალარი წვიმა გადავჩებით. თუ გააგზელა ლახათი. არაფერს სხვა პირი. მოსულია სამაშველო ჯგუფია, გაგეხმარებია. შემთხვევის ადგილებზე უკვე მუშაობენ სახანძრო ბრიგადები, სახანძრო ავტომანქანები აწარმოებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. ამ დროისთვის სამსახურში 10-ზე მეტი გამოძახებაა დაფიქსირებული. მერაბ წულუკიძე საუბრობდა ბათუმიდან.